არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი ბრიფინგი გაამართეს. მათი განცხადებით 27 მარტს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტში მეგობარი აქტის განხილვა უნდა გაიმართოს. ამის მხარდასაჭერად კი თბილისში რამდენიმე დღით ადრე 22 მარტს მხარდამჭერი მარშის გამართვას გეკმავენ. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიმართება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მეგობარი აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სოფლემ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ირჩევს ევროპულ მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოხატოს მხარდაჭერა 22 მარტს გამართულ მიტინგზე, რომელიც ორგანიზდება და მსვლელობა დაიწყება მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველამდე, პარლამენტის შენობამდე. ძალიან მნიშვნელოვანი დრო არის ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც სერიოზული საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ქართული ხალხის ნებას ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების, არამედ მთლიანად ქართულ დემოკრატიას. აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივაციებით დაწყებული გამოძიების საფუძველზე დაკავებული პირები, ხომ? ის რომ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ის რომ უნდა გამოძიებული იქნას ყველა ის დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო არჩევნების პერიოდში. ხომ ყველა ის რომ და შესრულდეს საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის მოთხოვნები. ეს ყველაფერი წერია ამ დოკუმენტში.